კალტუბოს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების მუშაობა გრძელდება. ახლად გახსნილ საბავშვო ბაღში ბაღები დაათვალიერა ინფრასტრუქტურის მინისტრმა სოფელ გეგუჩი. 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი მოეწყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის გაკეთებული, რეაბილიტირებული. 200 ბავშვზე გათვლილი ბაღი გაიხსნა. ქალაქ წყალტუბოში მიმდინარეობს ასევე საფეხბურთო სტადიონების მოწყობა. წყალტუბოში არსებული სტადიონის დემონტაჟის შემდეგ აშენდება 6000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი, რომელიც UEFA-ს მესამე კატეგორიის შესაბამისად იქნება მოწყობილი. კალტუბოს მუნიციპალიტეტში დაუათვალიერეთ აქ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მნიშვნელოვანი არის, რომ ორი ახალი ბაღი უკვე შევიდა და დაიწყო ფუნქციონირება და ბავშვები უკვე არიან დადიან ამ ბაღში. წყალტუბოში იწყება ერთი დიდი ტრიბუნიანი UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა და ასევე ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, როგორც საფეხბურთო, ასევე სარაგბო და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წყალტუბოში სულ ახლოს პერიოდში კიდევ რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტს დავიწყებთ, რაც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის იქნება არსებითად მნიშვნელოვანი. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ზოგიერთი პროექტი უკვე პრინციპში უშუალოდ მოწყობის პროცესშია. ეხლა ამჟამად ვიმყოფებით ჩვენ წყალტუბოს ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, სადაც დაგეგმილი არის UEFA-ს მესამე კლასის საერთაშორისო საფეხბურთო და სარაგბო სტადიონის მოწყობა. იმერეთის რეგიონში, კერძოდ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დღეს მოვინახულეთ სრულიად თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებული ორი საბავშვო ბაღი. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იმერეთის მასშტაბით.